ორთვიანი სამზადისის შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს მოწყობილი საპროტესტო შეკრება დედაქალაქის ცენტრში მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე სიტყვით გამოსვლები და პროტესტის ახალ საფეხურზე გადაყვანის დაანონსება. ასეთი იყო ოპოზიციური ალიანსის 26 მაისი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად. 9 პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ერთობის ლიდერთა დიდი ნაწილი შეკრების მასშტაბით კმაყოფილია და ახალ კამპანიას იწყებს სლოგანით საქართველო იმსახურებს უკეთეს, რაც მოქალაქეებთან შეხვედრებს და მომავალშიც აქციების ჩატარებას გულისხმობს. ლიდერები რაოდენობრივ ტესტს ჩაბარებულად აცხადებენ, თუმცა უკმაყოფილოა ალიანსის წევრი ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, რომელმაც პასუხები ვერ მიიღო მისთვის მთავარ კითხვებზე, რა არის შემდეგი ნაბიჯები და როგორ ამარცხებენ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი, რომლის საჯარო კრიტიკამ და პრეტენზიებმა 2 თვის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირება გამოიწვია, გუშინ გამოცხადებულ გეგმას უაზრობად და არასაკმარისად მიიჩნევს. კედლების განგრევა რევოლუციური მანქანით და მაღალი სიჩქარით. ასეთია ექს-პრეზიდენტის გზავნილი, რომელმაც თანაგუნდელებს დასაწყისშივე უთხრა, რომ ქართული გზა რევოლუციაზე გადის. ვის რა დაანახა გუშინდელმა დღემ? სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. ილაპარაკეს ბევრი, იარეს ბევრი და 2 თვე ბევრიც იკამათეს იმაზე, ვინ უნდა ყოფილიყო ან არ უნდა ყოფილიყო აქციის მთავარი ფიგურა. და მაინც ისინი, ვინც ირწმუნებოდნენ, რომ აქცია იყო ალიანსში ყველასი თანაბრად და არა ერთის, უკან მაინც იმ ერთის გამოსახულებას მიჰყვებოდნენ. ასე პლაკატურად მოუძღოდა მსვლელობისას წინ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ ალიანსს. 9 პარტიას, რომელმაც 2 თვე იარა უბნიდან უბანში, მეტროდან მეტრომდე. ხელში ხან ფლაიერებით, ხან მოსაწვევებით, ხანაც ხინკლით და როგორც ხინკალს, ისე 2 თვის დაორგანიზებულ აქციას თუ ოპოზიციურ ლიდერებს დავუჯერებთ, არაფერი აკლდა. არც მუხტი, არც მკაფიო გეგმა და არც ხალხი. ხალხის რაოდენობით ძალიან. მე მგონი თქვენც კმაყოფილი ხართ გეტყობათ სახეზე. ამ კმაყოფილებით ყველამ სხვადასხვანაირი მათემატიკით დაითვალა 2 თვიანი შრომისა და გარჯის მონაგარი, რომელიც თუ ერთს დაუჯერებთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. ჩვენ უმრავლესობა ვართ. და მეორე დღეს მეორეს ვერსიით კიდევ უფრო მეტი. როგორც შემოგვს ინფორმაცია, სადღაც 50,000-მდე საქართველოს მოქალაქე იყო შეკრებილი თბილისის ქუჩებში. თუმცა დრონების ეპოქაში ბევრ მადლობასა და უფრო მეტ კმაყოფილებას შორის მაინც იკითხებოდა ის, რომ 2 თვის ნაშრომი კი კარგი იყო, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი ძირითადი საბოლოო მიზნისთვის. რასაც წინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორგი აქცია ჩავარდათ, გამოსული იყო ადამიანების გარკვეული ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლება. ზოგადად, როდესაც გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის ასეთი ადამიანის დასახებულზე 5,000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რო ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებდნენ, რაც მიიღეს თუნდაც 2 წლის წინ. ის რამდენიმე 1000 ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, ეს არის ზუსტად ის Facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოება და სინამდვილეში Facebook-ის ერთი ფრენდლისტი არის. ჩვენ ხშირად საუბრობდით ხოლმე, ბოლო პერიოდში თავადაც საჯაროდ არაერთხელ წამოწდათ, რომ ამგვარ ღონისძიებას აორგანიზებენ იმისთვის, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს. ნახეთ ჩვენ სხვისი ქვეყნის დროშების ფრიალი გუშინ ამ აქციაზე, ნახეთ მათი მოწოდებები, რომ სხვას დაენახონ და ვიღაცამ ფოტო ნახოს და უცხოეთიდან და შეაქოთ. აი ეს არის სინამდვილეში ნაცობა როგორც იდეოლოგია, რადგან ჩვენ საუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ პარტიული კუთვნილება, ეს არის იდეოლოგია სხვისი მსახურებისა. ვის უნდა დაენახა გუშინდელი აქცია? თუ ნიკა გვარამიას დავუჯერებთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, თუმცა განსაკუთრებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რომელიც გუშინ 1 საათით მეზობელი ქვეყნის დედაქალაქს სტუმრობდა. მინდა მივესალმო კვლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ, იქნებ ეს გავაკეთოთ. მაგრამ საინტერესო აქ ისაა, რომ როდესაც რუსთაველზე ეს მოწოდება ისმოდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ერევნიდან კარგახნის წასული იყო და სავარაუდოდ უკვე ატლანტის ოკეანის თავზე მიფრინებდა. მისწვდა თუ არა ფარნების შუქი ოკეანეს რუსთაველზე გაჩერებული მანქანიდან რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის დღის ზეიმისთვის გადაკეტილ რუსთაველზე ალიანსმა საკუთარი საპროტესტო სცენის აწყობის ნებართვა ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა არ მოგვატანინეს, ხან მიკროფონი ჩვენ აქ ვართ.
აქ, ანუ მანქანაზე, რომლიდანაც რუსთაველზე შეკრებლებს მიმართავდნენ ოპოზიციურ ლიდერები, რომლებიც 26 მაისის სცენებზე ხშირად მდგარან სხვადასხვა ამპლუაში. მათ შორის მაშინაც, როცა უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებს იღებდნენ, ახლად გადარეცხილ რუსთაველზე. იმ დროს, როცა სცენა ერთია და რუსთაველზე დგომისთვის მოკვლელების ცხედრები ჯერაც სახურავებზე ესვენა. თუმცა მთავარ შეკითხვად დარჩა არა ის, რაც აიღო 2011 წელს ერთმა თანამდებობის პირმა სახლში, არამედ 2026 წლის 26 მაისს, რაც აიღეს ოპოზიციის გულშემატკივრებმა გუშინდელი აქციიდან. კონკრეტული გეგმა, გზამკვლევი თუ უბრალოდ აქციის ლოზუნგი ერთ Facebook სტატუსად. იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა და მეორე ფაზა ნიშნავს, რომ შემდეგი შეკრებაზე უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი. Facebook-ი და ავკრიბოთ სამი სიტყვა. საქართველო, აი თქვენთან ერთად მეც ავკრიბავ ახლა. საქართველო იმსახურებს უკეთეს და ძალიან უგვეზარება. ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველო იმსახურებს უკეთეს. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ. ახალი დემოკრატიული არჩევნებით. დემოკრატიული არჩევნები 2022-ში ჩატარდებაო, ამბობენ მმართველ გუნდში, სადაც ოპოზიციურ ალიანს თუ რომელიმე ფრაზაში ეთანხმებიან, ისაა რომ საქართველო უკეთეს სიმსახურებს. თუმცა ამ სლოგანს მმართველი ძალა არათუ ეთანხმება, დიდი მოწონებითაც ხვდება. არჩევნები იყო ამ ქვეყანაში და არჩევნები ასევე ჩატარდება 2028 წელს. ასე რომ სხვა მოწოდებები, რაღაც სხვა მინიშნებები ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არის, რა თქმა უნდა, ყოველგვარ აზრს მოკლებული, რაც შეეხება უკეთეს ბევრ ჩვენ კოლეგას გაუჩნდა ერთი და იგივე აზრი ზუსტად ნამდვილად ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ამაზე მეტი აღიარება რა უნდა გითხრათ. პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს, გვეთანხმებით, რა თქმა უნდა იმსახურებს იმ ხალხზე უკეთეს, ვინც 26 მაისს მოიფიქრებს ხოლმე და რაღაცა აქციებს ატარებს. და ზოგადად შტურმი უნდა ხან პარლამენტის შენობაზე, ხან CSKO შენობაზე. ანუ თვითონვე აღიარებენ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველო იმსახურებს უკეთესობას. სხვა არ უთქვია, თვითონვე თქვეს. კი ბატონო, ვეთანხმები და აუცილებლად მოხდება მაგათი ჩანაცვლება, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური პარტიები კი გამათობენ. დღემდე გამათობენ მათ შორის იმაზე, რამდენი მხარდამჭერი მოაგროვა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელმაც ორი თვე იარა. ილაპარაკა და ბოლოს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. და თუ მმართველი პარტიის მათემატიკა სხვა სურათს უჩვენებს, ოპოზიციური მათემატიკით მოგროვდა საკმარისი იმისთვის, რომ 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ერთიანობის იდეაზე დგას, მავანს მაინც ორად ისე გაეღო საქართველო, რომ არსად წასული პროტესტის ძიებაში საქართველო ეპოვა მხოლოდ დღეს გამოსული ზღვა ხალხი ამ აქციაზე და არაოფიციალურ ღონისძიებებზე, რომელიც სამარცხვინოდ ჩატარდა. იქ იმ ღონისძიებაზე კონკრეტული ოპოზიციონერისთვის, რომ სამარცხვინოდ ჩატარდა, ფიცს ქართული ჯარიდებდა და ისმოდა ქართველი ჯარისკაცების ხმა, რომლებიც სამშობლოს თავდადების პირობას აძლევდნენ. თუმცა საღამოს საბრძოლო შეძახილები ისმოდა ოპოზიციის ღონისძიებაზეც. ძალით გადავდივართ შეტევაზე. და შედარებისთვის ყველაფერი უკვე გემოვნების ამბავია. ქვეყანაში, სადაც ალბათ ცოტა მოიძებნება ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლოსთვის უკეთესი არ უნდა, მაგრამ თავარ შეკითხვად რჩება 4 მილიონი მოქალაქიდან თითოეულისთვის. როგორია საქართველოს უკეთესი მომავალი? ისეთი, როგორიც პოლიტიკურ მოწოდებებში აღიწერება, თუ ისეთი, როგორიც დამოუკიდებლობის დღეს ფონად გადავნებულ ღვთისმშობლის სადიდებელ საგალობელში.